ახალ ცხელძახში ნელ-ნელა გითხარით ალბათ, რომ ვასაჯაროვებთ ახალ ინფორმაციებს, რომელიც არის უკვე პერსონაჟებზე. პირველ რიგში მინდა დაგამშვიდოთ, განსაკუთრებით ხშირი კითხვა იყო, გურამ ჯინორია თუ იქნება თქო და 100%-ით იქნება, კოშკა თუ იქნება, 100%-ით იქნება. ეხლა რაც შეეხება თავარ ამბავს, პერსონაჟები. გამოჩნდება ბორის ჯოტოს ძე გარუჩავას შვილი ჯოტო გარუჩავა. ახალი ინფორმაცია ახალ ცხელძახზე კასტინგების შესახებ. ერთი ექსკლუზიური პატარა ინფორმაცია შემიძლია გითხრათ მეოთხე სეზონის კითხვის ნიშნები ვისაც დაგვრჩა. მე ვგონია რომ როდესაც იმედში შეიჭრნენ, მაშინ განადგურდა რაღაც კონკრეტული ან დაიკარგა. არაფერი არ დაკარგულა, მე შემიძლია გითხრათ 100%-ით რა, იმიტომ რომ უშუალოდ მე მქონდა ზაზა ურუშაძესთან შეხება და ერთ-ერთი მთავარი დედანი, ასე ვთქვათ, სერიალის რაც გამოიტანა, ამის კადრებიც არსებობს ინტერვიუ, როდესაც ყვება ამ ყველაფერს ზაზა ურუშაძე. მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ეპიზოდით, უკვე ცხელი ძაღლი მეოთხეს მივუახლოვდით. ეხლა კი დაუბრუნდეთ ჩვენს ცხელძახს, ჩვენს ძალიან დიდ ისტორიას. მანამდე გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო. კომენტარებში დამიწერეთ, რომელი ეპიზოდი და რომელი სეზონი არის თქვენთვის ყველაზე საყვარელი. ეხლა შემდეგ მუსიკას რაც შეეხება, ისევ მე-6 სერიაში არის, რომელიც არის ალბათ გეცნობათ. ადრე უნდა იფიქრომ ამ ტრაკებმა. ალბათ გახსოვთ რა. ვნახოთ ვიდეო. კარგი, მოიმხრალეთ პირი. მოიცადეთ ვინც მაგარ. მაგათ მატრახით უნდა წემა. მარტო გინებით ვერ უჩვენ. ვერა. გადანოვიძინა. არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა. რეცეპტები არ დაგივიწყოთ. მაშინ კანისტრით გამოგივლი ხოლმე და ცივი ჩამისხი. ძალიან მიყვარს ეს ხირი. დიდი სიამოვნებით. ოღონდ კანისტრას გააჩდია. აჰა. აი, უკვე შოშკობს. მაგრამ ის ბიზნესმენებთან მაგასობა მირჩენია. ვიდრე შენთან და იმ გაფხეტილ ვადოსთან. არ გეწყინოს. უკაცრავად რა, ერთი წუთი უნდა გავიდე. კი ბატონო. შემდეგი მუსიკა ეხება გურამ ჯინორიას და კოშკას იმ მომენტს, როდესაც მიდიან ხუსოსთან. მიდით დაუბერელით და აი ამ მომენტში გაისმება ისეთი მუსიკა, რომელიც ყველას გვეცნობა. წავიდა თან ვნახოთ ეს ეპიზოდი. Y'all can stop me now. Listen to me. Venera. I'm lasting 20 Razakete. and if you want me, then come on. და მე ყველაფერს წავიდა გადმოდი ნათელასთან. Then biggie bounce. I know you dig the way. ვერ გაიგე შეჭება რას გეუბნები? გაანებე მეთქი ყველაფერს წავიდა გადმოდი ნათელასთან. სანამ მე არ მოვალ, ფეხი არ მოიცვალო. Get your freak on. Get your freak on. რა მოიფიქრეთო? Get your freak on. მიშასთან უნდა ავიდეთ. ვინ მიშა? შავი მიშა. ეგ რომელი? ერთი როჟა არა, ლოტკინელი. ხუსოს გვაკონინებს. ნილი დაუბერე რა მაშინ. შემდეგი ეპიზოდი, რომელიც არის უკვე თალიკო დეიდას და ანა ბერაიას ეპიზოდი, როდესაც გაისმის აი თან რო ანას ეშინია და თალიკო რო ფიქრობს რომ გაგიჟდი თუ მე მაგიჟებ. აი ეს მომენტი ყოველთვის გვახსოვს და ბარემ ვნახოთ ვიდეო. წავიდა. კარგი ბიჭი ხარ, რომ მოხვედი. ადულად მიპოვეთ? შენ გენაცვალე ცნობილი კაცი ყოფილი ხარ. პირველივე სამორიგეოში გამიგე შედი ტელეფონი. თურმე ყველა გიცნობს. პოლიციაში დიდი ხანია ვმუშაობ. მით უკეთესი. სწორედ მაგიტომი და დაგელაპარაკო. საქმე ანას ეხება. აი ეს ვიცოდი. რა ჭირს ანას? ანა ძალიან ცუდად არის შვილი. საავადმყოფოში დავაწვინეთ. საავადმყოფოში? და რა შესაძლოა? ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დავაწვინეთ ბიძამისთან. კი, მაგრამ სულ ახლა ხანს ვნახე და ასე უცებ რა მოხდა? საქმეც მაგაშია, რომ უცებ არ მოხდა. ეს ამბავი კარგახანია გრძელდება, მაგრამ არავის არ მეუბნებოდით. ხო იცი ახალგაზრდა გასათხოვარი გოგოა. გიჟის სახელი თუ გავარდა ქალაქში, მე მთელი ცხოვრება მარტო უნდა დარჩეს. შენ არაფერი შეგიბჩნებია.
თუმცა კი გამახსენდა. კარი რომ გამიღო, ხელში შანდალი ეჭირა, მომეჩვენა რომ რაღაც ეშინოდა. გითხე კიდეც რა ხდება მათი, მაგრამ არაფერი არ მიცხრა. საწყალი გოგო, რა გეგმები გქონდა? ამბობდა რომ ბინის გაყიდვას აპირებს და ამ ფულით სწავლის გაგრძელება უნდა ინგლისში. რა ინგლისი? დევნის მანია, შიშები და მოლანდებები დაეწყო. პირველად რომ მითხრა ვიღაც მithვალთვალებსო, ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ მერე და მერე ისეთებს მიყვებოდა, მართლა ძალიან შევშფოთდი. მაინც რა ებსყვებოდა? თავიდან დავიწყე. შემდეგი ეპიზოდი არის მერვე სერიაში, როდესაც გურამ ჯინორია კოშკა და ზახარიჩის ხედან იმ თავიანთ რესტორანში და იმის მტკიცება მიწევს, რომ ბოზიარო, იმ მომენტში არის გურამ ჯინორი, როდესაც გაფსიხდება, გაგიჟდება, იმ მომენტში ფონად გასდევს ძალიან კარგი მელოდია, რომელიც შეგვიძლია თან ვნახოთ ეს მომენტი. წავიდა. Привет. Привет, брат. Я вибара. ამას რა მოვიდე? რა მოვიდა ძმაო და პოლიციაზე გაბრაზებული. ვა, რათა? კითხე და გეტყვის. ჰეივა. გამაგებინე რა, ეს ქათამაძე ნორმალურია? რა იღორო? რაღა რა იყო რა? ხალხი მიცნობს, კაცაც მივაჩნივა რა, აიღო და მთელი ავტორიტეტი წყალში გადამიყარა. ბიჭო, გამაგებინეთ რა ხდება? რა სამბობსო? რა ამბობს ბიჭო? შენ გადამრევ რა. ტელევიზორს არ უყურებ? ეს შენი ახვარი ქათამაძე. ავიდა და მთელი ლოტკინის კოტლა აიყვანა თო. ისე რა? ბაბალშომ მოეგლოტკინელების სუმკიდია რა. მაგრამ რას იფიქრებენ? არ იტყვიან კოშკა გაბოზებულაო. ვა! შენ რა შუაში ხარ, ბიჭო? აუ გურამ აუხსენი რა, აღარა მაქვს ნერვები თო. შენ მე გადამრევ რა. ავინ არის შუაში თო? მე და კოშკა ავდივართ ლოტკინზე. შავმისას ვნახულობ. ხუსოს ამბავს ვეკითხები. ის ტელეფონზე ურეკავს და ადგილზე იბარებს. მე და კოშკა მანქანაში ვსავ და მიყავს. შავი მიშენა თავის საზმაკაცო ყველაფერს ამიქსირებს. მერე პოლიცია ადის და ხუსოს იჭერენ. რამდენიმე დღის შემდეგ ეს შენი სულელი კატამაზე ადის. შავი მიშენა თელ თავის საზმაკაცოს იჭერს. ეხლა მე შენ გეკითხები რა. არ იფიქრებენ რომ ჩვენ შეშვებული. მე კიდე არა უშავს თო? არავინ არ მიცნობს. კოშკა სულ იცნობს. ვახ, მაგათ მალე გამოუშვებენ სუყველას. ვის გამოუშვებენ თო? იმ ნაბოზარ ხუსოსაც? ხო, მაგასაც. თქვენ რა გინდა თქვენ შემისებო? რო ამ სიმერის ხაც კაცი დამაბრედინოთ? აჰა, ეხლა ეს გამიგიჟდა და გადაირია. კაცო ხო გეუნები, ხუსოს არ მოუკლავს. არა. ვა! დამინჯერე რა შეჩემა. აბა ვინ მოკლა? აი მაგის გასარკვევად მივდივარ ბათუმში. ვა! როდის თო? აი ახლა პირდაპირ აქედან. კი მაგრამ არ შეგიძლია მითხრა რა ეჭვები გაქვს? ხო ბიჭო, ახლა სიშიტების სკოლას დაგამთავრებიებ კიდე. შემდეგი ეპიზოდი არის მერვე სერიაში, ამავე სერიაში, როდესაც ზახარიჩი რო ჩამოურიგებს, ასე ვთქვათ, გურამ ჯინორიას და კოშკას, ხო არ გეცნობათო ეს ტიპებიო. აი მაგ მომენტში ფონად გასდევს კუბური მუსიკა, Welcome to Cuba, რომელიც შეგვიძლია ვნახოთ. აბა ჯიგრებო. კარგად დაფიქსეთ. მივაჩქეთებით. და ისე მიპასუხეთ. აი ეს ტიპები. ხო არ გეცნობათ. არა. ეს ორნი თო? ესენი იყო ერთხელ რესტორანში. სერგო იკითხეს. აკა? არა, ჩემთან. მერე? სერგო მე მგონი ფოჩი იყო წასული თევზე. მერე აღარ მოსულა რა. ამათ მეც ვიცნობ თო? ვა! ახაც იყვნენ? არა, ბათუმში. ჩემი დაბრედვა უნდა და თან ჩათლახებს. სროლა ამიტეხეს, მაგარი აპასნე ტიპები არიან. ვემალებოდი, კინაღა მომაგნეს. ეს მაშინა რა. ჰასან ცეცხლაძეს რო შეაფურთხე რესტორანში. ხო რა. ესე იგი ომარ სალუქვაძე და გივი ფუტკარაძე. მერვე სერია დახონწლულია მელოდიებით, ასე ვთქვათ, მაგრამ განსაკუთრებით სულ, გურამ ჯინორიას რესტორანში არის სხვადასხვა მუსიკალური გაფორმება. ერთ-ერთი არის,
რო ეკითხება რა იცვათ ერთი ეგ ცოდნო და უფლის ზომასაც ავღებდი რა ხო და აი მაგ მომენტში გაისმის აი ეს მუსიკა ფურგონზე ეწერა ქართული აღი ბიჭო ხსომებია შეგაიკაცო და არ ამბობდი ალბათ გახსოვთ რა წავიდა ვნახოთ ეს მომენტი გურა ერთი თუზმა ხარ კარგად გაიხსენე ის ტიპები რომ მოვიდნენ რა ესვათ არა მანქანითირმენ თორე ეხლა ეგრე რომ ეძებოთ სად ვეძებოთ რამდენ ხანს კაცო რა ხერას მოუნებათო მე რა ვიცი რა ესო მაგათ წასწროს უყურებდი აბერტი შენახარა არა ნახდათ უნდა მიგიყვანოს ისიკების სკოლაში ბიჭო როგორ ვერ დაიმახსოვრე რა ეცვათ ეგ ვწოდნოდა რომ სერგოს მოსაკლავად იყვნენ მოსულები დაიმახსოვრებდი კი არა უფლის ზომასაც აუღებდი გაითეს ვახარ კარგი რა მაიცათო ქართული არაფი რა ქართული არაფი ფურგონზე ეწერა თო ქართული არაფი რო გადიოდნენ მაშინ დავინახე ძალეს და როი ტიპები იყვნენ ძლივს ჩაიყვეხენ მანქანაში ბიჭო ხსომებია შეკაიკაცო და არ ამბობდი კაცო მოიცა ეგენი თქვენ პასტალკას გიკეთებდე ისე რა შიგადაში და შენ მაგათ უფროს იცნო ვისათო ნოდარას როგორ არისო ვარაცოველია დავაი რა წავედი დროზე მაიცათ რა სწადი გეჭამა და მე დასულიყავით რა აფსუსია მართლაც გეუბნება რა ნოდარას რა გაიქცევა და აჰა კაცო აჰა შემდეგი მუსიკა არის Dream by Little Dream of Me, რომელიც არის ძალიან სასიამოვნო მუსიკა, რომელიც ძალიან კარგად მოხვდა ამ მომენტს, როდესაც შავი მიშა შედის კოშკას და გურამჯინერიას რესტორანში და აი მაგ დროს არის უკვე როდესაც ციხიდან გამოვა უკვე შავი მიშა, მაგ დროს არის გამოყენებული ეს ფანტასტიკური მუსიკა. მოდი ვნახოთ. Stars shining bright above you. Night breezes seem to whisper, I love you. Birds singing in the sycamore tree. Dream a little dream of me. Say nighty night and kiss me. Just hold me tight and tell me you'll miss me. Добрый день. Вы один будете? Привет, Наташа. Меня зовут Оля. Тогда привет, Оля. Кошка здесь? Какая кошка? Я не хозяин, да? Николай Иосифович у себя. Проводи меня, дорогая, я его друг. Пожалуйста, пройдемте. შემდეგი მუსიკა არის ამავე მომენტში გამოყენებული, როდესაც უკვე შავი მიშა მიდის გურამჯინერიასთან და კოშკასთან და მეგონა უეჭველი გაგსრაკავდნენ. აი მაგ მომენტში ფონად გასდევს მუსიკა, რომელსაც ქვია Summer Wine. მოდი ვნახოთ ვიდეო. შენი ჩაშვება აზრდა წარამქონია ძმაო ეხლა შეგიძლია ამოიღო იარაღი და მომკრა მე ვარ და დამნაშავე ყველაფერში კოშკა, მართალს ამბობს? ხო ვიძახდი რომ ძაღლებთან ძმაკაცობა არ გამოდის ყოფილია თუ ეხლანდელი ძაღლი მაინც ძაღლია რა კი ძმაო მაგრამ მიშანა თავის მაკაცები ეხლა გარეს რო არიან ვისი დამსახურებაა თაბაგარს რო არ დაერეკა დილანა ჭადუასათვის და იმას პროკურატურიდან რო არ შეედო მაგრა კატამაძისთვის ამათ ვინ გამოუჩებდა დანაც ეხლა ძედრო შიტო ვინ არის ეგ თაბაგარი? ხო გითხარი ჩემი ახლობელია პოლიციაში აღარ მუშაობს პენსიაზე გასული მაგრამ ვაჟიაკია რო იცოდე მაგრა დაგეხმარა ძმაო ვაფშე ისე მიყავდათ საქმე, მეგონა უეჭველი გაგვსროკავდნენ. მაგრამ მე რაღაც მოხდა და ყველა ერთად გამოგვყარეს. რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ გარეთ გავმეყვანე მიშა კიდევ ერთხელ ვიზახი ეს კაცი არაფერს უაშია რა მე ყველანაირად ჩაჭრილი ვარ შენთან ეხლა როგორ სიტყვი ისე იქნება არა კაცი ვიყო ჯერ ეს დღეში არ ყოფილვარ რა აი ეხლა თუ გინდა თავს დავიბრიტო აი დაწყნადი რა მოგივიდათო რა დავწყნადა შეჩემა იმის ფიქრება მიხდება რომ ბოსი არა ვარ
ამან მე მგონი გარეგატო. შემდეგი მუსიკა არის მე-12 სერიაში, ბოლო სერიაში ამ სეზონის, როდესაც როლანდო კროპირიძის პერსონაჟი გიამ გალობლიშვილი შედის რესტორანში და იმ დროს გაიყვანენ პოლიციელები და ნუ პრინციპში მოკლავენ რა. ნახოთ ვიდეო. გამარჯობათ. გამარჯობათ. ლურჯი Volkswagen-ი თქვენია? დიახ. შეგიძლიათ საკუთები მაჩვენოთ? ეხლა. რა შეესაკ? არაფერი ბატონო გიორგი, უბრალოდ მანქანა ყავთ სულად გაჩერებული. უნდა წამოგზავნდეთ და გადააყენოთ. თქოს კარგად გავაჩერე და არ არის პრობლემა. ამ სეზონის ბოლო გამოყენებული მუსიკა, რომელიც ზაზა ურუშაძე გამოიყენა, არის შარლა კუკარელა, რომელიც გამოიყენა იმ მომენტში, როდესაც ბიძინა თაბაგართან მიდის გურამ ჯინორია და ეძახის. თაბაგარი! რაღაცა ცოცხალი ხარ რა. ბიჭო, აფიციონი შიზოფრენიკი ხარ. რა გაღრიელებს? ხა მაგ მომენტში გაზდევს ეს მუსიკა და მოდი დროზე ვნახოთ ეს ეპიზოდი. წავიდა. ბიძინა! თაბაგარი! რა ხარ ცოცხალი ხარ რა? აი, აფიციონი შიზოფრენიკი ხარ რა. ბიჭო, რა გაღრიალებს, კაცო? გაასუმაშე ჩემ მეზობლები. ყველაფერი გამართული გაქვს, შეშება. და რა უნდა ვქნა? ჩამორა ერთ წუთი საქმე მაქვს შენთან. ვა, ბიჭო, ყველაფერში ჯიში როგორ უნდა იყო? საქმე გაქვს? ამოდი, დავშეთ ვილაპარაკოთ. მე სადღა ჩამოვიდე. ხაცა. ავიდე. არა ჩამოვიდე. არა ჩამოვიდე. არა მოდის რა. ვინ არის? მიშა რა ჩვენი. შავი მიშა. რატო არ მოდის? შენას დალაგებული ხო არ გონია? ჩამოდი რა მოусმინე რა სხობა თო? კარგიო, კარგი, ჩამო. ჩამოვარა. ესეც ასე მეოთხე სეზონი დავხურეთ, გავედით ბოლოში და ეხლა უკვე დროა გადავიდეთ ახალ ცხილძაღზე, რომელიც, ცივ ძაღლზე, რომელიც ნელ-ნელა კიდევ უფრო ხურდება ეს თემა და TikTok-ი განსაკუთრებით ძალიან აფეთქებულია, ასე ვთქვათ, ბევრი კითხვით, რომელიც რამდენჯერმეც კი გავიმეორე, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ როდის იწყება ცხელი ძაღლი, უпростоრად ცივი ძაღლი. ცივი ძაღლი იწყება 2026 წლის პირველ ნახევარში. ეს პირველი ნახევარი შეიძლება იყოს თებერვალი, შეიძლება იყოს მარტი, შეიძლება იყოს აპრილი. ამას პროცესში შემოქმედებითი ჯგუფი ნახავს მონტაჟიდან, გადაღებებიდან, ყველაფრიდან გამომდინარე. ეს არის თარიღი, როდესაც დაიწყება უშუალოდ ცხელი ძაღლი და ჩვენ ვნახავთ მზა პროდუქტს. მეორე კითხვა და ძალიან ხშირი კითხვა არის, ძალიან ბევრს გინდათ რომ ეს მუსიკა ჩემს ხმას რაც გაზდევს, ეს მუსიკა ორიგინალი ვერსია Nias DS-ის არ არსებობს, არცად არ მოიპოვება. უბრალოდ ამოჭრილი არის სერიალიდან ეს მომენტი, შეგიძლიათ ნახოთ ეს მომენტი.
ხედავდით ალბათ ეს არის მესამე სეზონიდან ამოჭრილი მუსიკა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ამოჭრათ და გამოიყენოთ ნებისმიერმა ადამიანმა, რა უბრალოდ ამის ორიგინალი ვერსია არც ნიაზ დიასამიძის არავის არ მოეპოვება, ეს ძალიან ადრე არქივში როცა იმედში არსებობდა, იქ დიდი ალბათობით დაიწვა, დაიკარგა და ასე შემდეგ. ერთი ექსკლუზიური პატარა ინფორმაცია შემიძლია გითხრათ მეოთხე სეზონის კითხვის ნიშნები, ვისაც დაგვრჩა. მე პირადად ბევრს გონია, რომ როდესაც იმედში შეიჭრნენ, მაშინ განადგურდა რაღაც კონკრეტული ან დაიკარგა. არაფერი არ დაკარგულა, მე შემიძლია გითხრათ 100%-ით რა, იმიტომ რომ უშუალოდ მე მქონდა ზაზა ურუშაძესთან შეხება და ერთ-ერთი მთავარი დედანი, ასე ვთქვათ, სერიალის რაც გამოიტანა, ამის კადრებიც არსებობს ინტერვიუ, როდესაც ყובה ამ ყველაფერს ზაზა ურუშაძე. ეხლა უშვებენ აკრძალულ სეზონს, მეოთხე ნაწილს, წამოვიღე ეს ორიგინალები, განადგურდა ყველაფერი და მე გადავარჩინე ეს კასეტები, იმიტომ რომ არ წამოვიღო სახშტიანს არ მიგზნო რაღაც ხიფათი, მაშინ ეს დაკარგული იქნება და ვერ იხილავდა მაყურებელი. მაგ ერთადერთი რამის გამო აიგრძალა, იმიტომ რომ ეს ძალიან გავდა, იქ მოყოლილი ამბავი ძალიან გავდა პრემიერ-მინისტრის დაღუპვის არაოფიციალურ ვერსიას. აი, ნახეთ ალბათ კადრებში ზაზა ურუშაძე როგორ ყובה ამ ყველაფერს. არაფერი არ დაკარგულა, უბრალოდ მეც კი მაქვს ორიგინალის დედანი, რომელიც ჩემი თვალით მაქვს ნანახი და არაფერი დამატებით ისინი არ არსებობს. უბრალოდ ერთადერთი მომენტი იყო ჟანრი მე მგონი გორგილასთან ახსენა რომ რაღაცეები დაჭრილიაო რა დაჭრილიაში ის არ იგულისხმება რომ რაღაცეები მოგპარეს ან რაღაცეები არ გვაჩვენეს რა დაჭრილიაში ის იგულისხმება რომ გადაღების პროცესი დაიწყო აი ბათუმში როცა მიდის იმის გადაღების პროცესი დაიწყო უბრალოდ ამ ხელა პროექტი რო კეთდება რა თქმა უნდა ფინანსებთან არის ყველაფერი დაკავშირებული და მე როგორც მითხრეს ეგ ყველაფერი ასოცირდებოდა ბადრი პატაკაციშვილთან. ფაქტია, რომ ამ ძალიან დიდ ფინანსებს მოითხოვდა ბათუმში ამ ყველაფრის გადაღება. და ამიტომ დაჭრილია, იგულისხმება მაგ ყველაფერში, რომ აღარ გაგრძელა ის მომენტი, ან დაჭრეს და ეხლა რო დაჭრი მასალას, გაგრძელება რო აღარ აქვს, ხო, ფაქტია ეძებ, რომ ის მონაკვეთი ისეთ მომენტამდე მიიყვანო, რომ გადაევას რაღაცა. ლოგიკურია. აი ამას გულისხმობს ბატონი ჟანრი ამ ყველაფერში, თორე ბევრს გონია რომ რაღაცა დაგვიმალა ზაზა ურუშაძე. ზაზა ურუშაძე არაფერს არ დაგიმალავდა, პირიქ ნეტა ყოფილი ხო ნეტა. ასე რომ ეს კითხვის ნიშნები, რა ვიცი, მინდა გაქარწყლდეს და კაცმა არ იცის ეს კითხვის ნიშნები პირიქით ახალ წელიწადშიც რაღაც კუთხით შეეხოს და დიდი იმედი მაქვს, რომ რატომაც არა, საინტერესო იქნება. ახალ წელიწადში ნელ-ნელა გითხარით ალბათ, რომ ვასაჯაროვებთ ახალ ინფორმაციებს, რომელიც არის უკვე პერსონაჟებზე. პირველ რიგში მინდა დაგამშვიდოთ განსაკუთრებით ხშირი კითხვა იყო გურამ ჯინორია თუ იქნება თქო და 100%-ით იქნება, კოშკა თუ იქნება, 100%-ით იქნება. ეხლა რაც შეეხება თავარ ამბავს, პერსონაჟები. გამოჩნდება ბორის ჯოტოს ძე გარუჩავას შვილი ჯოტო გარუჩავა. არხი დალაიქეთ ვიდეო. იაქტიურეთ კომენტარებში და დამიწერეთ როგორ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო და ხო, თქვენი ფავორიტი სერია და სეზონი რომელია. ახალი ინფორმაცია ახალ ცხელძაღზე კასტინგების შესახებ. მე როგორც მითხრეს, თითქმის ყველა როლი არის უკვე განაწილებული და მსახიობები უკვე არჩეულია. აქედან გამომდინარე, რამდენად იქნება საჭიროება არ იციან, მაგრამ ჩვენს ყველა პლატფორმას TikTok-ს, Facebook-ს Instagram-ს თვალი ადევნეთ, YouTube-საც თავისთავად და მომენტალურად როგორც კი საჭიროება გახდება, აუცილებლად დაიდება ინფორმაცია ყველა ჩვენს პლატფორმაზე, რომ ბიჭო, საჭიროა მსახიობები თუ არა მსახიობები, არა პროფესიონალი თუ პროფესიონალი, ყველა მიბრძანდით და შევესიოთ და მთელი ამბავი რა. ასე რომ ყურადღებით იყავით, რაც მთავარია. ეხლა კი შეგვიძლია დავამშვიდობოთ ერთმანეთს, გამოიწერეთ არხი დალაიქეთ ვიდეო და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. რა, ხო, დაითრიე აუცილებლად. ლინკი არის აღწერაში, შეხვალთ, მიწერთ პოზითიმის პრომოკოდით 20%-იანი ფასდაკლება ჩვენ გაგექნებათ და მოკლედ მთელი ქალაქი მოვიცვათ ცხელი ძაღლის მაისურებით რა. თან უკან ნიაზ დიასამიძის მე ვიცი რომ შენ არის კარგად დაწერილი რაღაც ძალიან ლამაზი. ასე რომ აუცილებლად შევესიოთ ამ ამბავსაც. გამოიწერთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. დროებით.